გურიისა და აჭარის რეგიონებში ისევ რთული ვითარებაა. დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის შედეგად თოვლის საფარის სიმაღლე ზოგან 3 მეტრს აღწევს. დიდ თოვლობის გამო ამ დრომდე გარე სამყაროს არის მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი. მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. მათ ნაწილთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ჩახერხილი გზები იმის მიუხედავად, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება ისევ ვერ ხერხდება. გურიაში უკვე მეორე დღეა მოქმედებს სპეციალური საკოორდინაციო შტაბი, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები იგეგმება. თავდაცვის ძალებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან მოხალისეები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დიდ თოვლობამ პრობლემები გამოიწვია იმერეთის რეგიონშიც. სინოპტიკოსები გამოდარებას 28 თებერვლიდან პროგნოზირებენ. თეა აფსარიძე მუშაობს სტიქიის ზონაში, რომელიც ახლა ადგილიდან ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის. თეა. დიახ, დიდ თოვლობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა რეგიონებში. გურიაში ამ დრომდე რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მოქალაქეებს არ მიეწოდებათ გაზი, ელექტროენერგია, ინტერნეტი, ზოგან წყალიც. მოქალაქეებს დაუმთავრდათ მედიკამენტები, საკვები პროდუქტის მარაგი, ისინი დახმარებას ითხოვენ, თუმცა დღეის მდგომარეობით წინა დღეებისაგან განსხვავებით რამდენიმე სოფელში გაიწმინდა გზა და დღეს საშუალება იყო იმისა, რომ მოქალაქეებისათვის მიეწვდინათ მედიკამენტები და პროდუქტები. საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ამ წუთისათვის ოზურგეთში მიმდინარეობს საკოორდინაციო შტაბის ხდომა. მას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებიან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ხდომას ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც. გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთებშიც ხდება სოფლებში მძიმე ტექნიკის შეყვანა და გზების გაწმენდა. დღეს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, ისინი წუხილს გამოთქვამენ საქართველოს რეგიონებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გამო. ილია მეორის გადაწყვეტილებით რეგიონში გაიგზავნება მედიკამენტები, ტანსაცმელი, თბილი გადასაფარებლები და საკვები პროდუქტი. როგორც უკვე გითხარით, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ სპეციალური სამსახურები მუშაობას. გურის რეგიონში კვლავ შეწყვეტილია სწავლის პროცესი. ხელისუფლება მოქალაქეებს სიფთხილისაკენ მოუწოდებს. უფრო ვრცლად გურიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში დიდ თოვლობით გამოწვეული პრობლემების შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. დასავლეთ საქართველოში უკვე ერთი კვირაა დიდ თოვლობის შედეგებს ებრძვიან. ყველაზე რთული ვითარება ისევ გურიაშია, რომლის სოფლების ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ზოგიერთ მოსახლეობაში ადგილობრივებთან მისვლა და კონტაქტი ისევ ვერ ხერხდება. მუნიციპალიტეტის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. პრობლემებია წყლისა და ბუნებრივი აირის კუთხითაც. დიდ თოვლობის გამო ჩანგრეულია სახლების სახურავები. იმ სოფლებში, სადაც გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, მოსახლეობას საკვები და მედიკამენტების მარაგი ეწურება. მე რომ მოვძრაობდით და მედიკამენტები გვჭირდებოდა, პატარა ბავშვები მყავს, საკმარისად დიდი თოვლია. მოძრაობა შეუძლებელი იყო. 2 მეტრზე მეტი ვიმალებოდით თოვლში, წყალის მოტანაც გვიჭირდა. და ეხლა გვითხრას, რომ აქ დახმარება იყო, პროდუქტები, მედიკამენტები და შეგვეძლო ამოსულიყავით. მოვედით და ველოდებით. თოვლი ქონდა ასე, მანქანა თუ შემოვიდა სკოლა, დავწერო, ვერ შემოვიდოდა. პატარა ბავშვები იყო სკოლას და რანაირად ვერ შემოვიდოდა სკოლა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავთ, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით. უშუქობა. ინტერნეტი არა, ქალბატონო. რა თქმა უნდა, სასწრაფო რო გამოგეძახა, ვერანაირად საერთოდ ვერ შემოვიდოდა ვერაფერი. სოფელშიც ვერ შემოვიდოდა, წამალი არა, რამე რო დაგცი, ხომ და გახვიდე. ამინდის გამო ვერ ვასაფლავებთ მისვალებულს, აგერდა ნახოთ რა იქნება. გადავა ამინდი, გვერდით ჩვენსკენ იქნება. გავაკეთებთ ყველაფერს, ისე რაფერს საჭიროა. ახო ხედავ რა დღეში ვართ, შეშამი გვაქვს, არ გვაქვს. მიცვალებული არის ახლა, ორი ოჯახშია, მაგრამ გზებს გეიყვანებენ ალო. აგერ ამათ ჩამონგრენ, საlimხარეთ ლაწე იყო თოვლმა. ვერ გევიდნენ, ბავშვები არ ყავდნენ სახში. ხნე ხალხი ვერ გავიდოდნენ სახურავზე. ჩვენ სანამ დავთოვლეთ ჩვენი სახლი და იქ მის ჩამონგრეული იყო. უკვე მეორე დღეა გურიაში განთავსებულია სპეციალური საკოორდინაციო შტაბი, რომლის ხდომასაც დღეს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. ხდომაზე ითქვა, რომ თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება მოსახლეობის ევაკუაციაც. უკვე მესამე დღეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად დიდ თოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც არიან ჩართული. მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ეხმარებიან მოხალისეებიც.
გრძელდება კიდევ ერთხელ ვთქვი აქტიურად მუშაობა იმისათვის რომ აღდგეს კომუნიკაცია, სადაც საჭირო აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს სამუშაოები რა თქმა უნდა გაგრძელდება ასევე მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება იქნება, უზრუნველყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით, ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები და აქამდე არ გვაქვს არც ერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო ასე ვთქვათ გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ჯერ კიდევ არის სასახლეები, რომლებიც არის ძალიანად მოწყვეტილი გარესამყაროს, შესაბამისად იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული იმისათვის, რომ კომუნიკაცია აღდგეს, სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში. ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცები არიან უშუალოდ კონკრეტულ სოფლებში, სადაც ისინი შედიან ოჯახ-ოჯახ, უკვე დადიან ოჯახ-ოჯახ და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება. მყარდება კომუნიკაცია, თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომელსაც იმათ შეუძლიათ ადგილზე მიაწოდონ, ეს იქნება საკვები თუ მედიკამენტები, ამასაც უზრუნველყოფენ, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ ოპერატიული კავშირი თითოეულ შტაბთან, რაც საშუალებას იძლევა, რომ მათ მიაწოდონ ოპერატიული ინფორმაცია შტაბებს და დამატებითი საჭიროების შემთხვევაში სხვა ჯგუფებიც მივიდნენ. ჩვენ რამდენიმე ასეული ჯარისკაცია მობილიზებული სხვა საჭიროებების არსებობის შემთხვევაში მომავალშიც შეგვიძლია დამატებითი ძალის გამოყენება. ვინარჩუნებთ როგორც საერთაშორისო ასევე შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე უწყვეტ რეჟიმში წმენდას, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაკავშირებადობის პრობლემა არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ამავდროულად არის კონკრეტული მდებარეობები, სადაც სწორედ კლიმატური პირობებისა და ძალიან დიდი თოვლის ასე ვთქვათ მოცულობის გამო რეალურად ჯერ კიდე გამოწვევა არის, თუმცა ამ მიმართულებითაც მობილიზებული არის ბევრი საშუალება ტექნიკასთან ერთად, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ ჩართული არიან მაშველები, ჩართული არის ჯარი და ამ რესურსების გამოყენების შედეგად უკვე ხდება წინსვლა ამ მიმართულებით. პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობებთან კონტაქტი ბურანების საშუალებით. ადგილზე მობილიზებულია როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო და ესე ჯგუფებად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას, საკვების მიწოდებას, აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან. საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში იმყოფებოდა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პრემიერ-მინისტრმა ბოლო დღეებში გავრცელებულ სხვადასხვა დეზინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ დროს სპეკულაციები მიუღებელია. ზოგადად ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, არის რაღაც მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები არის მიუღებელი და სტიქია არის ერთ-ერთი ასეთი. ხო, სტიქიის დროს ყველა უნდა იყოს ერთმოშტად შეკრული, თუმცა აქაც სამწუხაროდ კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას. არარეალური ინფორმაცია, რაზეც რეაგირება რომ არ მოახდინო, შეიძლება რაღაც განუყოფელი შედეგი ჰქონდეს, გავიდა ჯგუფი, იწვალეს ძალიან დიდი ხანი და აღმოჩნდა სრულ ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ასეთ სრულ ინფორმაციებისგან ოღონდ ვიღაცამ პიარი გაიგოს, თავის შევიკავოთ. არის რაღაცა მომენტები, როცა უნდა გაჩერდე ადამიანი და ყველაფერს უნდა დაანება პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, ყველაფერს უნდა დაანება თავი, თუნდაც რაღაცა მორალისტობის, რაღაც ნაძალადები პლატფორმის შექმნას. შტაბის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახლა ელექტროენერგიის დროული აღდგენა. ენერგოპრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი ჯგუფები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა. იქ, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსები ფეხით მიდიან. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით მისვლა საერთოდ ვერ მოხერხდა. იქის შედეგად დაზიანებული არის კომპანიის გადამცემი ხაზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენისთვისაც მიმდინარეობს საგანგებო რეჟიმში მუშაობა. ამ დროისთვის მობილიზებული არის საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი და შესაბამისი ჯგუფები და ტექნიკა. სირთულეები ამ ეტაპისთვის არის განსაკუთრებით გურის რეგიონში, უფრო მეტად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ბათუმში ნალექმა იკლო, თუმცა ქალაქში გადაადგილება ჯერ კიდევ გართულებულია. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ქალაქის მთავარი ავტომაგისტრალები თითქმის სრულად გაწმენდილია. მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. მესამე დღეა ქალაქში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეწყვეტილია სწავლა. თოვლის შედეგად იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შენობიდან მაშველებმა 2 მოქალაქე გამოიყვანეს, ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარაში, სადაც მოსახლეობის ნაწილს კომუნალური სერვისები შეზღუდულად მიეწოდება. ძალიან ცივი მდგომარეობა. შეფერხებული მოძრაობა, ხალხი ძვალობს, რა ვიცი, ესეთი მდგომარეობა. ეხლა ვერ გადაადგილდება. ვერა. დილას გამოვედი და აგერ გავარქვა, ვერ ხდები რა ხდება. ახლა გიგიჩებოდი რა ხდება. მთელი დღის განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. ამოცანას წარმოადგენს, რომ უახლოეს პერიოდში შეუძლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა და ასევე გაიმართოს და აღდგეს სასწავლო პროცესი, როგორც სააღმრთელო დაწესებულებებში, ასევე სკოლებში და ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით დღეს უკვე გავაცნობთ საზოგადოებას. ელექტროენერგია არ აქვს საგერის 8 სოფელს დაზიანებულ ლოკაციებზე ენერგოპრო ჯორჯიას ჯგუფები მუშაობენ, პარალელურად იწმინდება გზები. ამჟამად მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია. გზის გაწმენდითი სამუშაოები ხვალაც ინტენსიურად გაგრძელდება. ყველაფერი კეთდება, რათა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ელექტროენერგია ამჟამად მიეწოდება ქალაქ ცაგერს და მუნიციპალიტეტის 53 სოფელს. დარჩენილია რამდენიმე სოფელი, სადაც ენერგოპრო ჯგუფები პრობლემის მოსაგვარებლად. 3 დღის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა იმერეთშიც, ქუთაისში გადაადგილება გართულებულია. დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსი არსებული, ისე კერძო სექტორის სპეცტექნიკა. შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. სკოლებში სწავლის შეწყვეტა არ გამოცხადებულა, თუმცა საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით დასწრება მინიმალურია. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია საჩხერის 20 სკოლაში. ჩვენთან ვაკეთებთ და ჩვენთან წვინდავთ და ვასუფთავთ და ახლა დიდთოვლობა არავინ არ მოელოდა ამ სიტუაციას და შეძლების დაგვარად ვაკეთებთ ყველა და ვასუფთავებთ. კატასტროფულ მდგომარეობაშია ყველაფერი, მიუხედავი. მთელი გზები გაუწმენდავი და იგი რამასე ხეები ჩამოდროული ნახეთ, სადაა მთავრობა, სადაა რამე მეაზერო, რატო ხდება ასეთ მდგომარეობა? დილიდან აი მარშრუტაც მოყვებოდი და ხა თქვა ერთჯერ დავინახეთ წუხელ მანქანამ როგეიარა გასაწვევა მისმა ვაფშე არაფერი. მანქანა დისპობა. ფეხით ვერ მიდიღარ ვერ მოდიხარ. ძალიან საშინელებაა, ძალიან. ავტობუსის გაჩერება ახლა და რას გავს, ხო ხედავ? ასე უნდა იყოს. მაგრამ არ მინარახსებს არაფერს ყურადღებას. გადაადგილება რთულია ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, დაშავებულები არ არიან. გზის სავალი ნაწილი ამ დროისთვის გაწმენდილი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი სრულად აღდგენილია. საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სპეციალური ტექნიკა უწყოდ რეჟიმში აკრძალებს მუშაობას. ზვავ საშიშროების ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იწება ტექნიკური მარილი ცენტრალურ მაგისტრალზე, დაწესებულია შეზღუდვა მისამელიან და ნახევრად მისამელიან გზაზე, რიკოთზე უზრუნველყოფილი არის ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი განმავლობის პირობები, ღამის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხება, ჩამოიშალა თოვლი, რამაც გამოიწვია დროებით მოძრაობის შეზღუდვა, მომენტალურად მოხდა აღნიშნული ლოკაციის გაწმენდა და აღდგა მოძრაობა. რამდენიმე დღიანი შეფერხების შემდეგ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. დიდთოვლობისა და ცუდი ხილვადობის გამო აბუ-დაბი ქუთაისის რეისი კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. გზებზე გართულებული გადაადგილების გამო დროებით შეჩერებულია ეგრეთ წოდებული შატლბასების მოძრაობა ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით. აფხაზეთის მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან გალუბრიშვილის ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოში დევნილთა განსახლების ადგილებში იმყოფებოდნენ და დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. სამეგრელო ზემოსვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ცენტრალურ უწყებებთან კოორდინაციით ყველა შემთხვევაზე ოპერატიული რეაგირება ხორციელდება. ლევან გალუბრიშვილის ინიციატივით აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას საჭიროების შესაბამისად საკვები პროდუქტები გადაეცემათ. ვეცნობი პრობლემებს დიდთოვლობით გამოწვეულს, ასევე ვღებულობთ ინფორმაციებს აღნიშნული შესახებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებით ვახდენთ აღნიშნული
პრობლემების მოგვარებას. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დღეს ფოცხოეცერში დევნილთა შესახლებაში მცხოვრები მოქალაქეები მოვინახულეთ. ამ დასახლებაში თოვლის სახით დიდი ნალექი მოვიდა. გავეცანით მათ საჭიროებებს. დღესვე აქ მცხოვრებ ოჯახებს გადავეცის სასურსათო ნორმატები. პრობლემები გაითვალისწინეს, გაიგეს ყველაფერი. ძირითადად ეხა აქ სიცივე არის თითოეულობა უხინალექი და ვხედავთ ამას და შეშა უჭერს ხალხს. დაბერდნენ შეშას, მოიტანენ ამ დღეებში. ჰუმანიტარული დახმარება რაღაც პროდუქტით, რაც მინიმალური საჭიროების რაც არის, მოვიტანეს.